როგორც ხედავთ, ამჯერად მე ვარ მარტო ნიკოს გარეშე. ნიკო მოკლე შვებულებაშია და წარმომიდგენია, როგორ შინაარსიანად ატარებს დამსახურებულ შვებულებას, განსაკუთრებით ოჯახის პატარა წევრებთან ერთად. ალბათ დახავს ბავშვები კინოში, ოპერაში, პასიანში. არა, პასიანში არ დახავს, წესით არ უნდა დახავდეს. ალბათ არ დახავს, მაგრამ დახავს თეატრში. თოჯინების ან მოზარდმაყურებელთა თეატრში, ზოოპარკში და ასე შემდეგ. აქ ალბათ მიხვდით, რომ ზოოპარკი შემთხვევით არ მიხსენებია. დიახ, ზოოპარკზე, უпроსტად ზოოპარკების ყველაზე თვალსაჩინო ბინადრებზე, ჟირაფებზე უნდა ვილაპარაკოთ. თუ რატომ? ამაზე ქვემოთ. რას უნდა შევადარო, ნიკოს გადაცემაში არ ყოფნით გამოწვეული სიცარიელე. დამეთანხმებით, რომ არ არის სახუმარო ამბავი, როცა გადაცემას ორი ავტორი ყავს და აქედან ერთ-ერთი არ არის. რა შევადარო და წეღან ზოოპარკი რო ვახსენი, ალბათ დაახლოებით იმას, რომ ზოოპარკში იყოს მაგალითად ჟირაფი, ყველაზე მაღალი, ყველაზე ჭრელი და ეგზოტიკური არსება ამ ჩვენს პლანეტაზე და მერე ერთვენიერ დღეს აღარ იყოს. აი როგორი ერთი შეხედვით მკაფიო, ნათელი და ზუსტი შედარება მივეცი. ამ მაღალზე მაღალი და საოცრად ეგზოტიკური, უცნაურად მოხატული, ჩადის დამშრალი ტბის ფსკერივით მოხატული არსების გაქრობა წესით კი უნდა აჩენდეს უზარმაზარ სიცარიელეს, ქვაბულს და ღრმულსაც კი, მაგრამ ასეა კი? აბა კარგად დავფიქრდეთ. ქეთი დოლიძის კუკარაჩასი არ იყოს? ჟირაფი ნანახი გყავთ? არა, არც ფოტოსურათს გულისხმობდა, არც National Geographic-ში ან Discovery-ში ნახვას. ცოცხლად თუ გყავთ ნანახი. ცხადია გგონიათ, რომ ნანახი გყავთ. აბა რა, მაგრამ სად გყავთ ნანახი? ალბათ აქ ჩვენთან, ჩვენ ზოოპარკში, თბილისის ზოოპარკში. არა, შანსი არაა, თბილისში ვერ ნახავდით. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო და ნურას უკაცრავად, საქართველოში ჟირაფს ფეხი არასოდეს დაუდგამს. არ გჯერათ? ვიცი რომ არ გჯერათ, ხო და ვისაც არ სჯერა, ყურადღებით მომისმინოს. ვინც რადიო თავისუფლების საიტზე შედის ხშირად, იმათ შეიძლება ახსოვდეთ კიდეც, რომ სერიოზული ნამუშევარი გვაქვს ამ მიმართულებით. სერიოზულად ვეძებდით ჟირაფის ნაკვალევს საქართველოში, განსაკუთრებით თბილისის ზოოპარკში. ამასობაში შემოგვესწავლა დეპრესიული მარტორქის ისტორია, რომელსაც მეგობრობას ერთი ჩვეულებრივი სახედარი, ანუ ვირი უწევს. გავიცანით იუვენტუსის ქართველი ფანების შვილობილი ზებრა იუვენტინა და ჰიპოპოტამი ბეგი, რომლის ნათლობის სახელი ჰუსეინ დელფინი ყოფილა და რომელიც კალინინგრადში დაბადებულა. კიდევ სხვა საინტერესო არსებების, ვეფხვების, ლომებისა და მტაცებლები ფრინველების ამბავი გავარკვიეთ, მაგრამ ჟირაფის ნაკვალევს ვერ მივაგენით. ბევრი ამტკიცებდა, რომ ნანახი ყავდა ბავშვობაში, მოწმეებად ოჯახის წევრებსაც ასახელებდა, მაგრამ ფაქტის დამადასტურებელი ვიზუალური მასალის მოპოვება ვერ მოხერხდა. ასევე ვერ მოვძებნეთ ვერანაირი დოკუმენტი, რომელიც საქართველოში ჟირაფის ყოფნას დაგვიდასტურებდა. ჟირაფების შესახებ არაფერი წერია 1960 წელს საბჭოთა საქართველოს მიერ გამოცემულ წიგნში თბილისის ზოოპარკი. არა და აშკარა თბილისის ზოოპარკს რომ ასეთი ეგზოტიკური ცხოველები ხოლო და წიგნის ავტორები მათ ვერაფრით აუვლიდნენ გვერდს. ის რომ ფიროსმას ყავს დახატული ჟირაფი არაფერს ცვლის. სხვა ეგზოტიკური ცხოველების მსგავსად ნიკალა ჟირაფიც ასანთის კოლოფიდან, გაზეთებიდან ან ღია ბარათებიდან აქვს გადახატული. ყველაზე სანდო ვერსია თუ რატომ გონია რომ ჟირაფი თბილისში ყავს ნანახი ასე ჟღერს და მისი ავტორი ფილოსოფოსი გიგი თერზაძეა. ჟირაფი იმდენად საოცარი არამიწიერი ცხოველია რომ თუნდაც მისი სურათის ამ ფოტოს ნახვის შემდეგ უკვე გვესიზმრება როგორ მოხვდი მის ახლო-მახლო და როგორ უყურებ აღფრთოვანებით და გაოცებით. ჟირაფი მნახველზე განსაკუთრებულ უნიკალურ შთაბეჭდილებას ახდენს, სადაც უნდა ნახოთ ჟირაფი სურათზე, ტელევიზორის თუ კინოს ეკრანზე, ის უკვე თქვენი წარმოსახვის განუყოფელი ნაწილი ხდება. იწყებს თქვენს ცხოვრებაში არსებობას ისე რომ ამას ვერ ამჩნევთ. ის იწყებს ჩვენს სიზმრებში ცხოვრებას და აღარასოდეს გვტოვებს. ამითვე შეიძლება აიხსნას მათი აგებულობის უცნაურობა და ჰარმონიულობა. სიზმარში ყველაფერი შესაძლებელია. მოკლედ თუ რომელიმე დიდი ქალაქის ზოოპარკში არ გინახავთ ჟირაფი, მაგალითად ბერლინის ზოოპარკში, როგორც ეს ჩვენმა მეგობარმა დათო ქორიძემ გააკეთა ცოტა ხნის წინ, მაშინ გამოდის რომ თქვენს წარმოსახვაშიც შემოუღწევია ამ საოცარ არსებას და ახლა შეცდომით გონიათ რომ თბილისის ზოოპარკში შეხვედრილ ხართ, ფოტო გადაგიღიათ და ხელითაც კი შეხები ხართ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ არის. ახლა იმაზე ვილაპარაკოთ თუ რატომ დღემდე არ ყავს ჟირაფები. რატომ არ ყავს თბილისის ზოოპარკში? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მაქვს. საჭიროა ჟირაფებისთვის სპეციალური ვოლიერების აშენება, რასაც ფული სჭირდება. ფული კი როგორც ყოველთვის არ არის. რომ იყოს, ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების გაერთიანება უპრობლემოდ მოგცემდა ჯანსაღ ინდივიდებს.
ეს რაც შეეხება თბილისის ზოოპარკს, მაგრამ თბილისის ზოოპარკის გარდა ასევე გვაქვს კი არა ყავს ბიძინა ივანიშვილი, ცნობილი უკაცრავად ცხოველების დიდი მოყვარული. გასაკვირია, რატომ მას არ ჰყავს ჟირაფები? ხომ ვიცით როგორ უყვარს ზებრები, პინგვინები, ზვიგენებიც კი, რომლების მოშენებას სოლოლაკის ქედზე აპირებს. რატომ არ ჰყავს ჟირაფი? აი, აქ უნდა მოუხმო ფანტაზიას და შეთქმულების თეორიის ქართულ ტრადიციებს და ჩემი ვერსია შემოგთავაზოთ. ალბათ გახსოვთ კოპენჰაგენის ზოოპარკში რომ მოკლეს 2 წლის ჟირაფი სახელად მარიუსი. ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ინბრიდინგის, ანუ ერთი პოპულაციის შიგნით შეჯვარების დაუშვებლობა. ჩემი ვერსიით კი ეს ბიძინა ჟირაფი იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა შეუშალა ხელი და არ ჩამოაყვანინა. აი, ამის გამო მოუვიდა დაპირისპირება. ეს არის რეალური მიზეზი, თორემ აბა რა ვერ გაიყვეს, რამე სხვა მიზეზი იცით? თუმცა ეს ვერსია მგონი ზუსტი არ არის. დანის ზოოპარკში ჟირაფი 2014 წელს მოკლეს, ასე რომ მაგრამ მაქვს ათადარიგო, უფრო ნაღდი ვერსია. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ფოთის პორტის დაბომბვისას დაიღუპა ბიძინას მიერ გამოწერილი ჟირაფები. ეს ამბავი 2008 წელს მოხდა. 2011 წლამდე ხარშა ივანიშვილმა ბოღმა ხარშა და ბოლოს ამოასხა და დაუპირისპირდა სააკაშვილს და გააკეთა ის, რაც გააკეთა. მოკლედ, ხელში ჩაიგდო ჟირაფებზე უკეთესი გასართობი და დღემდე ჩვენივრად ერთობა. საქართველო კი როგორც აქამდე იყო უჟირაფოთ, ასევე დარჩა. მოკლედ სულ ეს იყო. აი ასეთი სევდიანი ამბავია და თუ ჟირაფების ნახვა არ ნახვის ამბავში არ მეთანხმებით და თქვენ სხვა გამოცდილება გაქვთ, არ დაიზაროთ, მოგწერეთ.